მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ყურებისთვის, თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და გავაგრძელოთ. შემოვიდა კითხვა, ვის მიაქვსო ჩემი ენერგიაო? აი ესეთი კითხვა იყო. ორ ვარიანტზე გავაკეთებ, თქვენც ჩაიფიქრეთ, ვის მიაქვს თქვენი ენერგია. ანუ ხო არის, რომ დღის განმავლობაში თქვათ გამოცლილები ხართ, ენერგია დაცლილები ხართ და აი ფიქრობთ რა გავაკეთე ხა ისეთი და რატომ ვარ ესეთი დაღლილი, მოთენთილი, უენერგიოთ, აი ნახოთ, აბა ვის მიაქვს თქვენი ენერგია. ორ ვარიანტზე იქნება. ჩაიფიქრეთ, ვის მიაქვს თქვენი ენერგია. პირველი ვარიანტისთვის ვის მიაქვს თქვენი ენერგია მეორე ვარიანტისთვის. ვის მიაქვს თქვენი ენერგია. თქვენ უნდა ამოირჩიოთ პირველი ან მეორე ვარიანტი, ერთი ან ორი და დავიწყოთ პირველით. ვინც ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი, ვის მიაქვს თქვენი ენერგია. პირველო ვარიანტო, ხარ ემოციური, მიგაქვს ყველაფერი ახლოს გულთან, გრძნობების მომენტი ჩანს აქ, ნახე? ძალიან ბევრ რამეზე გაქვს გაფანტული ყურადღება და ამის გამო იცლები მარტივად და ადვილად. ანუ როცა კონცენტრირება ხდება ერთზე ან ორზე, ენერგია ისე არ გადის, მაგრამ ნახე აქ 7-ზე, 8-ზე, 10-ზე, ანუ ბევრ რაღაცაზეა გაფანტული, მაგრამ ეს უფრო ემოციონალური, ანუ თქვენი შინაგანი ემოციონალური ფონის გამო ძალიან სწრაფად ხდება ენერგიის დაცლა. ანუ ამ შემთხვევაში ვინმეს კი არა, არამედ რას მიაქვს თქვენი ენერგია და ემოციონალურ ფონს და გაფანტულობას, ძალიან ბევრ საკითხზე ერთდროულად ფიქრს და თან რა თქმა უნდა განცდებს. მაშინ მოხდება თქვენი ენერგიის აღდგენა, პირველ ვარიანტო. განახლება, აღდგენა მოხდება. აქ დაგეხმარებათ ადამიანი ან თქვენი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება, სტაბილურობა და რა თქმა უნდა ის ადამიანი, ვინც თქვენ გულშია ეხლა, ვის გამოც თქვენ გაქვთ განცდები, ანუ მთელი ენერგია ფაქტიურად მას მიაქვს და გარდა მაგისა ფიქრობთ კიდე ბევრ რამეზე და იცლება თქვენი ენერგია და იკეტება. ნახეთ? იკეტება, ანუ რას ნიშნავს? გამოცლილი ხართ მერე ბოლოს. და რა უნდა გააკეთოთ, რო არ იყოთ გამოცლილები? აი რა უნდა გააკეთოთ? უნდა გაიმარჯვოთ თქვენ თავზე, ეს რას ნიშნავს? არ უნდა იფიქროთ ბევრი. უნდა ცოტა ხანი აიღოთ time out-ი, ანუ რაღაცნაირად დაისვენოთ სოციალური ქსელებიდან, აი ამ უამრავი ქაოსიდან, რომ შემოდის ეს საინფორმაციო ველიც კი ღლის ადამიანს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ, იმიტომ რომ ხართ ძლიერი და თქვენი ენერგია აღდგება. ასე რომ გილოცავთ. პირველო ვარიანტო ასე დამთავრდა. ეხლა ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი, ვის მიაქვს თქვენი ენერგია. სამსახურს, საქმეს, გაურკვეველ მდგომარეობას ადამიანთან დაკავშირებით. ან სამსახურში გყავთ ბოსი, ხელმძღვანელი, მასთან გაურკვეველი მდგომარეობაა, ან ადამიანია, ვისთანაც არ არის ჯერ დამთავრებული თქვენი პირადი ურთიერთობა და ეს გთრგუნავთ და ენერგია მიაქვს მას, ანუ აი ხო ვნახოთ. ვარიანტები ბევრია, საჯარო გაშლა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც საქმეს, რაღაც სიტუაციას, მამაკაცთან დაკავშირებით გაურკვევლობას, ილუზიებს, ფანტაზიებს, შეიძლება თქვენ ცხოვრობთ ილუზიებში, ელოდებით მას და ის არ ჩანს. რას მიაქვს თქვენი ენერგია? თქვენ კი ხართ გრძნობიარე ქალი ძალიან, მაგრამ ამავე დროს
თქვენ ათბობთ, თქვენი ენერგია არის თბილი, ნახეთ, ამიტომ იზიდავს თქვენი ენერგია ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აკლიათ სითბო, ყურადღება და ამ შემთხვევაში ბალანსი, ანუ თქვენ იმ პიროვნებებთან, იმ ადამიანებთან, ვინცთანაც გაქვთ ურთიერთობა, არიან ცივები, არიან უფრო უხეშები სიტყვაზე ვთქვათ, ხო, გამოხატვა რო არ შეუძლიათ და აი ეს განაპირობებს თქვენი ენერგიის წართმევას, ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში, ანუ აქ რა თქმა უნდა გამოდიხართ უკეთესობა ჩანს, მაგრამ ილუზიებიდან უნდა გამოხვიდეთ, რეალობას უნდა შეხედოთ ფართოდ გახელილი თვალებით, დააბალანსოთ, კი ხართ მზე და მანათობელი, შეიძლება ეს ადამიანია, ვისთანაც ახლა არ არის დამთავრებული სიტუაცია და ეს ილუზორული დროც დამთავრდება, დასრულდება და დასტაბილურდება თქვენი სიტუაცია. კი, ანუ აქაც აი ნახეთ როგორ რაღაცა გულგაცრუებაზე, სამკუთხედზე ხა ეს საჯარო გაშლა და მოკლე ჩართვა მაქვს, ამიტომ დიდს და გრძელს ვერ გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ანუ სიმშვიდე დაგაკარგვინათ ამ ადამიანმა და მისმა ილუზორულმა ესეთმა დაპირებებმა, რომელსაც რეალობაში არ აკეთებს და ეს ხდით და ამას მიაქვს თქვენი ენერგია, ანუ როგორც გინდათ ისე გაიგეთ, თქვენი სითბო სჭირდება, რაღაცას გპირდებათ, არ აკეთებს და ამის გამო გაქვთ გულგატეხილობა და თან უარყოფ, არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო, ანუ აქ ცოტა ფსიქოლოგიური მომენტია, უნდა ჩაუღრმავდეთ ამ სიტუაციას, გაანალიზოთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ. რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი თეზისურად ჩამოვთვალე.